მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. ვიწყებ მადლიერებით, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიკომენტარებს, მილაიქებს, თავის აზრს გამოხატავს, აზიარებს, თანხას რიცხავს და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა ყველა თქვენთაგანს. დღეს მინდა გაგიკეთოთ ძალიან ძლიერი შელოცვა, რიტუალი მამაკაცზე, გნებავთ ქალბატონზეც, თქვენ შეგიძლიათ ესე ვთქვათ, გააკეთოთ, მაგრამ ძირითადად მაინც 99% არის ეს რიტუალი მამაკაცზე, თქვენ ხედავთ კიდევაც ქალბატონი არის და მამაკაცის თავი უჭერავს ხელში. რა თქმა უნდა, მე შელოცვას ხმამაღლა არ გავიმეორებ, იმიტომ რომ, ეს ჩემი, ესე ვთქვათ, სწავლაში მე ჩემთან ადამიანები იფულს იხდიან. ხო, სწავლაზე გავახსენდა მეგობრებო, მართლა. 4 ადამიანი ავიყვანე, ერთი მამაკაცი სხვათა შორის და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მამაკაცი საერთოდ ბოლო რამოდენიმე წელია, 3-4 წელია მამაკაცი კლიენტები ჩემთან უფრო გაბევრდა, ვიდრე ადრე იყო. ადრე თუ 99% ქალბატონები იყვნენ და 1% მამაკაცი, ეხლა ძალიან ბევრი მამაკაცი მოდის და ძალიან მახარებს და ძალიან დიდი მადლობა, მამაკაცებიც გვიყურებენ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩემთან სწავლას რაც შეეხება, იცით რომ ჩემთან სწავლის ღირებულება არის $25,000, მაგრამ მე მაქვს პროგრამები და 4-დან 3 ადამიანი, როგორ გითხრათ, სწავლის, როგორ გითხრათ, ჩემი პროექტის ნახევარს სწავლობს. ამაში ისინი ხდიან $12,000. რატომ გადაწყვიტეს ესე სწავლა? რომ მათ არ ქონდათ საშუალება გადაეხადათ მთლიანი თანხა და როდესაც ნახევარ მასალას მე ყველაფერს ვაძლევ, ჩემს ცოდნას 3 თვის განმავლობაში, ისინი დაიწყებენ მუშაობას, გამოიმუშავებენ ძალიან დიდ ფულს და შემდეგ ისინი, რა თქმა უნდა, ბოლომდეც ისწავლიან. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ როდესაც სწავლაზე დგება საკითხი პროფესიაზე, თქვენ არ გეგონოთ, რომ თქვენ ან რამის დაზუბრიაკება, ან დაზეპირება, ან რაღაცა მოგიწევთ და თქვენ უნდა ჩააბაროთ გამოცდები, ხომ? არა. ჩემთან არიან ადამიანები, რომლებიც სხვა სამსახურში მუშაობენ. მეგობრებო, მე არ ვიტყვი ხოლმე მე როგორ მუშაობ და რა ტექნიკით ვასწავლი, მაგრამ ამას მაინც ვიტყვი, რომ პირველი თვე არის თქვენი გაწმენდის, გაჯანსაღების, გაჯანმრთელების, სიძლიერის, იმიტომ რომ პირველი თვე ყველა დღიურად ჩვენ მუშაობთ თქვენ წმენდაზე, თქვენ გაძლიერებაზე, თქვენ გაჯანმრთელებაზე, თქვენ გალამაზებაზე, თქვენ ბარაქაზე, თქვენ ისეთი გადატრიალება უნდა მოახდინოთ პირველ თვეში, რომ არ ვიცი სასწაული გადატრიალება, იმიტომ რომ თუ თქვენ არ იქნებით ძლიერი, რა თქმა უნდა, სხვას როგორ მიხედავთ, ხო? მე აღარ ვიტყვი მე რას ვაკეთებ, მაგრამ თქვენ არ დაგჭირდა, თუ თქვენ მუშაობთ სხვა სამსახურში, თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმის სწავლა, ჩაბარება, იმიტომ რომ მე ყველა რიტუალს და საერთოდ არავინ რიტუალებს ზეპირად არ სწავლობს და ესე არასოდეს არ ყოფილა, ყველაფერი იწერება წიგნებში, მაგრამ თქვენ არ გეგონოთ, რომ ვიღაცა თქვენ ამას ამობეჭდილ რაღაცას გაძლევთ. არა, ეს არის ტყავიზე გაკეთებული წიგნები, რომლებიც თითოეული ადამიანის სახელი და გვარით იწერება, 4, 5, 6, 7, ესე ვთქვათ, წიგნი და თითოეული მასალა, წმენდა, ასე შემდეგ, ხელით ვწერმი ამ ყველაფერს, მეგობრებო, და გიგზავნით. რატომ ხელით? იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მიუთითებს ჩემს დონეზე, ჩემს სოდნაზე, ჩემს, ასე ვთქვათ, მე არ ვიკადრებ, რომ რაღაცას ამობეჭდილი რაღაცა გავუკეთო და გავუგზავნო და ტომებად გექნებათ ეს წიგნები მთელი ცხოვრება. ამიტომაც არის, რომ ჩემი სამუშაო,
ჩემი მუშაობა არასოდეს არ ღირს იაფი, იმიტომ რომ ყველაფერს რასაც მე ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ უმაღლესი დონის ხარისხით და რაც მთავარია, მე თქვენ მოგცემთ იმ ცოდნას, რასაც ვერავინ ვერ მოგცემთ, ჩემგან განსხვავებით, ჩემ ცოდნას ვიძახი, ჩემ სტილის ცოდნას ვერავინ ვერ მოგცემთ და თქვენ 10-ჯერ, 100-ჯერ და რა ვიცი, რამდენ $12,000 და $25,000 გამოიმუშავებთ, ეს თვეში და კვირაში, ეს მერე ცალკე საკითხია. რაც მთავარია, აუცილებლად ყველა ჩემგან წასული ადამიანი უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი. უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომ ის სასწაულებს ახდენდეს ჩემზე უკეთეს. ჩემზე უკეთეს. მოკლედ, მეგობრებო, ამაზე დიდხანს არ მოვწდები, იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია სწავლის შესახებ და ასე შემდეგ მაქვს მე უფასო ტელეგრამზე, დაკონკრეტებული, რასაც ქვია. შეგიძლიათ გადაბრძანდეთ იქ და ნახოთ უფასო ტელეგრამის გვერდზე ყველა ინფორმაცია, ჩემი კლიენტების, ყველაფერი საერთოდ იქ არის, მე უფრო ბევრს ვსაუბრობ ვიდრე YouTube-ზე. ამაზე აღარ მოვწდები. ერთს კი გეტყვით, სწავლა იწყება სექტემბრის ბოლოს ჩემთან. ვისაც კიდევ გექნებათ გადაწყვეტილი, რომ ნახევარი პროგრამა შეისწავლოთ და შემდეგ დაიწყოთ მუშაობა, ამაში მე ყველაფერში გეხმარებით, 0-დან გაწყებინებთ და სანამ, რა ვიცი, თვეში $50,000 არ გამოიმუშავოთ მინიმუმ, მანამდე თავს არ დაგანებებთ. ამიტომ თუ ვინმეს გექნებათ კიდე გადაწყვეტილი, რომ დაიწყოთ სწავლა, აგვისტომდე უნდა მითხრათ, აგვისტოს 15 რიცხვამდე იხდით ბეს და შემდეგ სექტემბრის ბოლოს იწყება სწავლა. სწავლის თანხა, მე ვუნაწილებ გააჩნია ვის რამდენ პროექტს იღებს 2 ან 3 თვეზე. ამიტომ მაგაშიც მე გაგიკეთებთ, ესე ვთქვათ, მოთხოვნა იყო კლიენტებისგან და ამიტომ მაგაში არ დაგტოვებთ, ესე ვთქვათ, გაწბილებულს. დანარჩენი ინფორმაციისათვის გადაბრძანდეთ ტელეგრამზე და დაზრულებით წერია სწავლის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი. სიტყვა გამიგრძელდა, მეგობრებო, მე სწავლაზე და ეხლა მინდა 2 სიტყვა თქვა სიყვარულზე და ზოგადად ასე ვთქვათ რესურსზე იმისა თუ შეგვიძლია თუ არა სიყვარული. ფეიერვერკების ხმა ალბათ შეისმენთ ეხლა ამ ვიდეოში. ამერიკა 250 წლის გახდა, მეგობრებო, გილოცავთ ყველას და ამიტომაც მთელი ღამე და მთელი დღე ფეიერვერკებია ამერიკაში და ამიტომ ვიდეოშიც იქნება დარწმუნებული ვარ. რესურსი. მე მარათონი მინდა ამ თემაზე გავაკეთო უახლოს მომავალში, ახლა კიდე მაგების შეკრებაზე მივდივარ 15-მდე უნდა წავიდე, როდის სწავლობთ არ ვიცი. 10-დან 15-მდე რომელიღაც დღეს მივდივარ. ზუსტად თარიღი არ ჩანიშნულა ჯერ. ამიტომ მე მინდა გავაკეთო რესურსზე ძალიან სერიოზული მარათონი. რომ გაქვთ კი თქვენ რო იძახით, რომ ზოგჯერ ყბადაღებულია უკვე ეს თქვათ წმენდაზე, შეიძლება ვინმე თქვას, რომ გული შეაწუხა თავის წმენდად. უყურეთ წმენდა რას აკეთებს, რომ რესურსი გაქვთ თქვენ იმისი, რომ ვინმე შეგიყვარდეთ და კარგი ურთიერთობა, როგორ თქვათ, ხარისხიანი მამაკაცი შეგიყვარდეთ, იმ ურთიერთობასაც ხო უნდა რესურსი, ნერვები, სიძლიერე, გაბრანჭვა. მარტო შეგიყვარდე, გაიცნო ხო არ არის, იმას ხო უნდა წინ წაძღოლ, ანუ რული მანქანაზე დაჯდე და გზაზე მიიყვანო ადამიანები ისეა, როგორც სიყვარული და შემდეგ ოჯახი ატარო მთელი ცხოვრება გზაზე, ხო? ესეა. ანუ საჭე ან მანქანის დარება იცი, ან მანქანის დარება არ იცი. ესეა ცხოვრებაშიც, რომ თუ არ იცი მანქანის დარება, უნდა ივარჯიშო. ამიტომ ადამიანებს ხშირად გონიათ ხოლმე, რომ რაღაცა წეულა გამიკეთეს და რაღაცა ჩემთან რომ მოდიან და ვეუბნები რომ და მიმაბი ეს მამაკაცი ვეუბნები რომ მიბმა არ გინდა. იმიტომ რომ შენ გჭირდება წმენდის რიტუალის გაკეთება, რომ რატომ? იმიტომ რომ არა გაქვს ძალა და რესურსი იმისა, რომ კაცი
ყავდეს და იმ კაცს ისე ვთქვათ ბრჭყალებში გადატანითი მნიშვნელობით ეპატრონო და რაღაცა გქონდეს. ახლა ყველაფერი მოითხოვს ენერგიას. თუნდაც მე რო აქ ვიდეოს ვწერ, ესეც ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, რომ დავასრულებ მე ერთი ამბოს ვთქვით, ვწერ მე ამას არც ვამონტაჟებ, არც არაფერი. რო დავასრულებ ხოლმე ძალიანაც კი ვიღლები ისე, რომ არ მოგატყუოთ. ყველაფერი მოითხოვს ენერგიას და სიყვარულიც ენერგიას მოითხოვს. ვიღაცის სიყვარულიც ენერგიას მოითხოვს. ვიღაცა რო გიყვარს, იღლები რა ფიზიკურად ადამიანს. შენ როდესაც რაღაცა იქ ფინანსებში ჩავარდნა გაქვს ახალგაზრდა გოგო ხარ და გაქვს ფინანსებში ჩავარდნა და ამ დროს შეიძლება შვილიც ყავდეს რაღაცა პირველი ქორწინებიდან და ამ დროს გადავარდნილი ხარ სადღაცა გადაკარგული, სადღაცა ემიგრანტად ან რა ვიცი საშინელ სამსახურში მუშაობ და ესე ვთქვათ ნერვები ცალკე გიფუჭდება. ესე ვთქვათ ჯანმრთელობა ცალკე იფუჭებს, შვილის მონატრება, ოჯახის მონატრება, კიდე რაღაცა ბევრი პრობლემები, როდის რაღაცა საბუთს აიღებ, არ აიღებ, იქ სამსახურს მონახავ, არ მონახავ, ხო? კიდეც საქართველოში იყო. ხო, საქართველოშიც ესეთია, როდის სამსახურს მონახავენ, ძიმე სამსახურია, გოგოები ძალიან ნერვიულდებიან, ну, ძალიან სტრესული სიტუაცია იქმნება ზოგჯერ რა. და ამ დროს ახლა სიყვარული ყველას უნდა, ხო? ფილმიც არის გადაღებული, ყველას უნდა სიყვარული. ღარიბსაც, ღატაკსაც, მდიდარსაც, უკაცრავად და ნებისმიერი ადამიანს, ცხოველს, ყველას უნდა სიყვარული ერთი სიტყვით რა. და ამ დროს როგორ ესეთ ენერგეტიკაზე როდესაც ხარ, როგორ უნდა მიიზიდო, ვიკითხებით კარგი ადამიანი. ვერ მიიზიდოთ კარგ ადამიანს, ხო? უნდა მიიზიდო რაღაცა ტოქსიური, საშინელი, ისეთი და ადამიანს უფუჭდება ნერვები, დრო ეკარქება, ახალგაზრდობა უფუჭდება და ნუ 1000 რამე. ამიტომ რესურსი როგორ უნდა შევქმნათ ჩვენ იმისა, რომ თქვათ ისეთი სამსახური გქონდეს, როგორიც ესე ვთქვათ შესაძფერისია ჩვენი, ისეთი ცხოვრება, ეს ყველაფერი მეგობრებო არ არის ძნელი. ვინც ფიქრობს, რომ კარგი ცხოვრების შექმნა არის ძნელი, ну, მე ვეტყვი, რომ ის ცდება. თუნდაც აი ნებისმიერ ჩემ, ასე ვთქვათ, კლიენტს, თუნდაც აი გადადით ტელეგრამზე და ასობით ადამიანის სკრინია, ხო? ასობით სხვადასხვა ნომრიდან და გკითხეთ მათ, როგორ შეცვალეს თავისი ცხოვრება. ძნელი იყო? ისინი გეტყვიან, ხო, ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენ შევცვალეთ. ზოგმა წმენდა გაიკეთა, ცხოვრება შეცვალა, საქმე დაიწყო, იმას მოეკიდა, მარტო წმენდაზე კი არ ჩამომეკიდნენ, ხო? 1000 რაღაცა შეცვალეს, საქმე შეცვალეს, თავისი გარეგნობა შეცვალეს, ეს გარეგნობა რაღაცაში გამოიყენეს, ზოგი მოდელი გახდა, ზოგმა ხელობა დაიწყო, ანუ ენერგია მე თავისებურად გითხრას, მაგრამ მეგობრებო, ბევრი ადამიანი არ არის ჭკვიანი, რა მოდი ვთქვათ რა. ან არ უნდა რომ ჭკვიანი იყოს და ვერ ქმნის ამ ცხოვრებას კარგად და მე ხებსაც ესე ვთქვათ мотиваციას უკარგავს, იმიტომ რომ არაფერი არ გამოგივა, არაფერი არ ესე ადვილი რო იყოს. ადვილია თუ ჭკვიანად მოიქცევი. ეხლა მე მაგალითად გეტყვით ერთ შემთხვევაში, ხა რა შუაშია ამასთან, მაგრამ ერთ გოგონას ვიცნობ. აქ ქართველი გოგონა, ოღონდ ამერიკაში ცხოვრობს, ოღონდ არა იმაში, ჩემ შტატში არ არის და რაღაცა შეკითხვა, ესე ვთქვათ, გაუჩნდა ჩემთან, ну ისე რაღაცა მე კონტაქტება ხოლმე ხან კონსულტაცია უნდა ხანის, მაგრამ რაღაცაზე სულ სხვა შეკითხვა გაქვს, დამირეკა, რა საერთოდ სან ნაცნობები ყავს და დამირეკა და ну რაღაცა ესაო რაღაცა ვერ ვარო, რაღაცა მოკლედ იქ შეყვარებულს დავშორდი მთელი ამბები რაღაცა და ძალიან ბევრი მოვიმატეო რა ამ შეყვარებულის დაშორების ფონზეო და მეთქი ვფიქრობ რომ ახლა ამერიკაში ნაცხოვრები ადამიანი გინდა ამერიკაში არ იყოს რაღაც ჩემი მთელი სამეგობრო საქართველოში მყავს და ну მეთქი ახლა იტყვის ალბათ რომ აი სწორკვებაზე უნდა გადავიდე და მირჩიე შე რომ სწორკვება სპორტში ხარ და იმაში ხარ და რაღაცა ბევრ რამეს აკეთებ ალბათ მეტყვის რომ მირჩიე და არ ვიტყვი რა სახელს მე ესეთ მართლა სატანიზმს რეკლამას არასოდეს არ გავუკეთებ, ეს არის სატანიზმი თუ არის თორე სხვა რამე კი არა. რომ ნემსებიო გამოვიწერეო და უნდა დავირჭო იმაშიო რა ქვია და უნდა გავხდეო და
ვერ მოვითვინე მეგობრებო ისე და მე ცოტა პირად საუბრებს ცოტა სხვანაირი ვარ რა, ანუ თქვენთან რო არის რბილი და რაღაცა ჩემს სამეგობრო წრეში და ცოტა მკაცრი ვარ და ანუ იმდენად გული დამწყდა რომ ამდენი ხანი ამ ადამიანს ექიმია რო კითხო რაღაცა უყოდ კოსმეტოლოგიის განხრით ვიცნობდი როგორც ჭკვიანი ადამიანი და ამ დროს ეს ჭკვიანი ადამიანი მეუბნება რომ მე უნდა გავხდე და წამნემსები უნდა დავირჭო. ეხლა ხო იცით რაც არის გამოსული სხვადასხვა დასახელების საშინელება. ვერ მოვითვინე და ვუთხარი რომ მეთქი შენ მე ჭკვიანი ადამიანი მეგონე და შენ ანუ რას მეუბნები ახლა საერთოდ იაზრებ მეთქი ანუ და რაც შერს მეთქი ანუ შენ გინდა მეთქი ახლა მითხრა რომ შენ ორგანიზმს მოიშხამავ ეს შხამი შენ ორგანიზმში დარჩება მე ეს შხამი კი გაგახტუნებს ერთ თვეში მე ეს შხამი გამოიწვევს ბევრ დაავადებებს როგორც ბევრ გოგოს დაემართა გარშემო ძალიან ბევრი ვიცი ესეთი ნიუ-იორკში და ზოგს აღარ ვიტყვი რა ცუდი რამეები დაემართა ყველას 100-დან 100%-ს და ზოგი მალავს რომ დაემართა და მე ხო შენ ეს ყოფილი გინდა დაგემართოს და შენ ახლა მეუბნები რომ შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ თქო მეთქი აი არ ვიცი მეთქი შენ ხმა არ გაიღო მომავალში რამე მჭირს რო თქვა ხო და ეხლა აი ამ მაგალითზე გეუბნებით მე თქვენ ადამიანს აქვს ალაგებული ცხოვრება ასე თუ ისე არ უჭირს ფული აქვს მუშაობს ასე შემდეგ მოიმატა იმიტომ რომ ჭამდა ჭამის გარეშე ხო ვერ იმატებს ადამიანი ხო 24 საათი ხელო იმაზე ლაპარაკი რომ გავსუქდი ნერვიულობით სისურელია ხაჭაპური ყველა მე როდესაც გავსუქდი მივხვდი რომ პირი უნდა დავკეტო თორე თუ პირი არ დავკეტე მე გავხდები 500 კილო ხო ხო და აი ახლა ამ გადმოსახედიდან გეუბნებით როგორ არის ეს გოგონა შეიძლება მის კიდევაც არ ვიცი ნუ არ მაინტერესებს იმიტომ რომ ადამიანი ოდესმე ნემსზე იტყვის ესეთ რაღაცას მე იმას მე ვეღარ მეგობრები ადამიანი რომელიც იტყვის გაიკეთებს ესეთ რაღაცას და შემდეგ დარწმუნებული ვარ დაიტანჯება როგორ უნდა იყოს ესეთი ადამიანი ჭკვიანი და მე ესეთი ადამიანი და სხვასაც ეტყვის ხო ჩემ მეგობარსაც ურჩიეო რომ გაეკეთებინაო რა და ორივე ერთად ვიყიდეთო ხო და უყურეთ ჯერ თვითონ ხო სატანიზმს აკეთებს და თავის ჯანმრთელობას არღვევს ეხლა თავის მეგობარს ურჩია თავის ბიძაშვილს ურჩია და ანუ ეს კრუგში ყველა ადამიანი დაავადოს უნდა ხვდებით რას ვიძახი ანუ ეს მაფია რაღაცა იმების რა ქვია ანუ გაყიდვების ესე ვთქვათ უნდა რომ ეს ხო იმისთვის არის გამოშვებული რომ ხალხმა იყიდოს და ვინც აკეთებს ამას და ვინც უშვებს იმან ფარმაკოლოგიურმა ქარხანამ ფული გააკეთებს აბა ის ახლა თქვენი ჯანმრთელობა რო არავის ადარდებს ეგ ყველა მიცის ხო და ჩვენი პირდადად ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის მეგობრებო ჩემი მეუღლე ყველაფრის საქმის კურსია ხო და ნუ აი აქედან გამომდინარე როგორ უნდა ვიფიქრო მე ვეღაცაზე რომ ეს არის ჭკვიანი ბოდიში და ეს არის შტერი კიდე კაი რომ მე არ მეგობრობდი და უბრალოდ ნაცნობობდი ხო? ხო და აი ესეთი ბოდიში და უჭკუო ადამიანები მე სხვა უჭკუო ადამიანებსაც უფუჭებენ სახელს. უფუჭებენ როგორ გითხრათ ამბობენ რომ აი ჩვენ არაფერი არ გამოგვივიდა, როგორი ცხოვრება ცუდია, უკაცრავად რა. არ მინდა შენი ლაპარაკი. ყველაფერი არის ინდივიდუალური. ამიტომ მეგობრებო, ძალიან შორს კი გადავედი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგიყვანოთ ეს მაგალითები, იმიტომ რომ მაგალითის გარეშე არ შეუძლებელია, პირად ისეთი მაგალითი ვთქვი და ამის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. ამიტომ მეგობრებო, რესურსი ჩვენ უნდა გქონდეს იმისა, რომ ის სწორიკოების რეჟიმიც დავიცვათ, ისეთი სამსახური გქონდეს, რომელიც გვსიამოვნებს, სამყაროს ენერგიაზე, კარგ ვიბრაციებზე, როდესაც დავჯდებით, მერწმუნეთ ყველაფერი მოდის რა. იმის ცხოვრება თუ იცვლება, შენი რატო ვერ იცვლება? ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. ან არასწორად. კაი, მესმის რომ ჯადო გაქვს ყელვა, კი ბატონო. გასაგებია. მაგრამ თუ შენ სრულიად სუფთა ხარ, მაშინ შენ რაღაცას ვერ აკეთებ არასწორად და შენ წმენდა გჭირდება, განვითარება გჭირდება და ასე შემდეგ. და ამიტომაც არის რომ როდესაც ქალი ხდება ცუდი მამაკაცი არ არსებობს. არსებობს ცუდი არჩევანი.
ეხლა მე ვიღაცამ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მოვიდეს, ეხლა მე გათხოვილი ვარ და სამი შვილი ვყავს, მაგრამ ზოგადად ვიძახი მაგალითს, ხო? მე რომ მოვიდეს ვიღაცა და რომ მითხრას რომ ხა გაყევი 20 თქვათ არ ვიცი ხო 40 წლის კაცს, რომელსაც არ აქვს ფული. ვიტყვი რომ უკაცრავად ფული თუ არ აქვს, რა თმინდა? ან თუ კეთილი არ არის, რა თმინდა? ან თუ ხელგაშლილი არ არის, რა თმინდა? ხო? ანუ არჩევანის ანუ საკუთარ თავში დარწმუნება ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება. საკუთარი თავის სიძლიერე ნიშნავს, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება. საკუთარი თავის ბარაქის ყოფნა და ბევრი ფულის ყოფნა ნიშნავს, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება. აქ დავისვენო, თუ აქ დავისვენო. ეს მამაკაცი შევიყვარო, მე თუ ეს მამაკაცი შევიყვარო. ეს ჯანმრთელობა ამ კლინიკაში წავიდე, თქვათ, ნიუ-იორკში გაუფრინდე თუ შვეიცარიაში გაუფრინდე თუ ვენაში გაუფრინდე თუ სად წავიდე. ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, რესურსი, საკუთარი თავის რესურსში, როდესაც ხარ, შენ სამსახურიც გეძლევა, შესაბამისი მამაკაციც გეძლევა და შესაბამისი ცხოვრებაც გეძლევა. ეს არის 2x2 4. ამას საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და ასობით და ათასობით ჩემი კლიენტი ამას აკეთებს. არავინ არ თქვას, აი ყველაფერი შეიძლება რაღაცა თქვა, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის დედამიწაზე, რომ გაიკეთა წმენდა და თავის ცხოვრება არ შეიცვალა. არ არსებობს ესეთი ადამიანი, ფიზიკურად არ არსებობს, ხო? ამიტომ მეგობრებო, მე დაგეხმარებით იმაში, ეხლა რომ თქვენი მამაკაცთან ყოფნა, თქვენი რიტუალი იყოს ძალიან კარგი და თქვენი უკეთესობა გაუმჯობესდეს, მაგრამ ყოველთვის იცოდეთ, სანამ მიბმამდე მიხვალთ, ყოველთვის გაიარეთ ჩემთან კონსულტაცია, წმენდა ხომ არ გჭირდებათ და როდესაც ნამდვილად გეცოდინებათ, რომ წმენდაც გაიკეთეთ და ეს კაცი არის თქვენი კაცი, აი მაშინ ნამდვილად მოგიწოდებთ, რომ გაიკეთეთ მიბმა. იმიტომ რომ მიბმა და დაცვა, იმიტომ რომ იმდენი საშინელი ქალია დედამიწაზე, იმდენი ქალს უნდათ ზოგადად კაცის წართმევა, რომ თქვენ მიბმა აუცილებლად გჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქალს გჭირდება მიბმა. მიბმის გარეშე უკაცრავად, მაგრამ ვერავის ვერ მივცემ, ესე ვთქვათ, ნანატრ ქმარს, ხო? ზოგს სჭირდება მიბმა, ზოგს არ სჭირდება, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა ქალებისგან დავიცვათ. მოკლედ, მეგობრებო, თქვენ უკან ხედავთ ბოთლს, ორ ბოთლს, რომელიც ახლა ცარიელია, საკმაოდ დიდი, აი ესე შეიძლება პატარა ჩანდეს, მაგრამ საკმაოდ დიდი მილilitrია. ადრეც გავაკეთე რეკლამა და ეხლაც ვიტყვი, რომ ესენი არის ორი ელექსირი, მიბმის ელექსირი, მამაკაცის, რომელსაც ოდნავ წაისმევთ მაჯაზე, ოდნავ, აი რაღაცა 1.5 გრამით 0.5-იც არ გჭირდებათ, ხო? და თქვენ ყველაზე სექსუალური, ყველაზე წარმოტებული, ყველაზე იმ მამაკაცის მიმზიდველი, სადაც არ უნდა იყოს ეს კაცი, ჩამოფრინდება თქვენთვის. ღირებულება ელექსირის არის $1500, კეთდება რიტუალი და ასე ვთქვათ, მოყვება სილამაზეს ელექსირის საჩუქრად. ამიტომ გაითვალისწინეთ ვაგზავნი ნებისმიერ ქვეყანაში. სასწაული ელექსირია, მიბმის და სილამაზის ჩემთან გაყიდვებში არის, აი, როგორ ვთქვათ, ძალიან პოპულარული. შემიძლია ვთქვა, რომ წმენდის მერე ძალიან ასე ვთქვათ, პოპულარულია. მოკლედ, მოდით გავაკეთოთ ახლა ჩვენ რიტუალი. მე გავიმეორებ, მეგობრებო, 3-ჯერ შელოცვას, როდესაც ვიტყვი სახელს, გაიმეორეთ თქვენი მამაკაცის სახელი, თქვენი მამაკაცის სახელი. და ბოლოს მერე საზოგადო, ანუ ზოგად შელოცვას ხმამაღლაც ვიტყვი. მაგრამ ნუ იმ შელოცვას რა თქმა უნდა მე არ ვიტყვი. მოდით დავიწყოთ. სიყვარული, რომელიც განკუთვნილია ჩემთვის შვიდობით, სინათლით და სიხარულით მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში. ჩემი გული ღია,
გულწრფელი. ვუშვებ წარსულს, ვიზიდავ სიყვარულს. ვუშვებ წარსულს, ვიზიდავ სიყვარულს. ვუშვებ წარსულს, ვიზიდავ სიყვარულს, რომელიც ბედნიერებას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას მომიტანს. მე ახლა ჩუმად გავიმეორებ შელოცვას და როდესაც ვიტყვის სახელს, გაიმეორეთ თქვენი მამაკაცის სახელი. სახელი, 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 ამინ. თქვენი სახელი თქვით, თქვით მისი სახელი. თქვენი სახელი, თქვით მისი სახელი. თქვით თქვენი სახელი, თქვით მისი სახელი. ამინ. როგორც ამ ქალს უჭირავს მამაკაცის თავი, ისე გიჭირავთ თქვენი მამაკაცის თავი, ტვინი, გული, ასე იყო და ასე არის, ამინ. ასე იყო, ასე იქნება, ასე არის, ამინ. ასე იყო, ასე არის, ასე იქნება, ამინ. მეგობრებო, ეს არის ძალიან ძლიერი შელოცვა, რაც მე ახლა გითხარით და რაც მე ახლა გავაკეთე. ეს უნდა გააკეთოთ 21 დღის განმავლობაში, ყველა დილას საღამოს, უკეთესი იქნება თუ დილას ვერ ახერხებთ საღამოს აუცილებლად. გააკეთოთ ეს როგორც მე სახელს ვიძახი და ასე შემდეგ და ძალიან ძლიერია და აუცილებლად ძალიან კარგ შედეგს დადებს. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მისმენთ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის. თუ რაიმე გაინტერესებთ, დამიწერეთ. შეძლების დაგვარად გიპასუხებთ. კონსულტაციაზე ჩასაწერად +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ი. გამოგზავნით თანხას, ჩაგწერთ ჩვეულებრივად კონსულტაციაზე და ასე ვთქვათ, შემდეგ გადაწყვეტ რა გჭირდებათ, როგორ და რანაირად. რაღაცებს შეიძლება თქვენ $100 ღირს რიტუალია და მეგობრებო, არა $100 ღირს კონსულტაცია და რიტუალები $1500 და ზემოთ იწყება ჩემთან და კიდევ უფრო გაძვირდება, ამიტომ სანამ ცოტა ისეთია მოასწარით, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირდება სამყაროში. დროებით